შეიძლება ღამე 8 საათი გეძინოს და მაინც უენერგიოდ იღვიძებდე, ეს არ ნიშნავს, რომ უბრალოდ დაღლილი ხარ, მაგრამ არ გაგიკვირდეს, სხვა ადამიანებიც ასე არიან, ყოველ მეხუთე ადამიანი ამბობს, რომ დილით უენერგიოდ და დაღლილად გრძნობს თავს ბოლო ხანებში. ზუსტად ამიტომ დღეს გეტყვით რა იწვევს ასეთ დაღლილობას და 5 ბუნებრივი საშუალება, რომელსაც შეუძლია ენერგია მოგმატოთ. ყველაზე ხშირი მიზეზი, რატომაც დაღლილი იღვიძებ, არის ფრაგმენტირებული ძილი. ეს ნიშნავს, რომ ძილის ის ფაზები არ დგება, რომელიც პასუხისგებელია დასვენებაზე. ძილს 4 ფაზა აქვს, ბოლო 2, ან მესამე და მეოთხე, ანუ ღრმა ძილის ფაზა და რემძილის ფაზა პასუხისგებელია დასვენებაზე. ყველაზე ხშირად ადამიანებს აქვთ ძილის აპნეა. აპნეა ნიშნავს, როცა ღამე გძინავს და სუნთქვა გიჩერდება, ძირითადად ჭარბიწონისგან ხდება ხოლმე და ჭარბწონიანი ადამიანი, რომელიც ღამე ხრინავს და დილით დაღლილი იღვიძებს, როგორც წესი, ეს ძილის აპნეა და მისი მთავარი ერთ-ერთი მკურნალობა წონის კლებაა. მეორე მიზეზი, რატომაც დაღლილი იღვიძებ, არის REM ფაზის ნაკლებობა. REM ფაზა პასუხისგებელია სიმშვიდეზე, შემოქმედებითობაზე და ემოციურ რეგულაციაზე და როცა საკმარისი ხანგრძლივობით ძილის REM ფაზა არ არის, დაღლილი იღვიძებ, ამიტომაა ზოგი ადამიანი, რომ დილით თუ ადრე გააღვიძე, გაღიზიანებულია, იმიტომ რომ REM ფაზა აკლია და ამიტომ არის დილის ძილი ასეთი ტკბილი, ამიტომ არის დილის ძილი შემოქმედებითი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი, რადგან ეს ემოციურ რეგულაციაზეა პასუხისგებელი და შემოქმედებითობაზე. ამიტომ ამშვიდებს და ეხმარება. მიზეზი, რატომაც დილით შეიძლება დაღლილმა გაიღვიძო, არის ღამე თუ კოფეინი მიიღე, ანუ ყავა გვიან ამცირებს ღრმა ძილის ფაზას და დილით უფრო დაღლილი იღვიძებ და ძილის გარდა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, რატომაც დაღლილი იღვიძებს ადამიანი და უენერგიოდ არის დეპრესია და შფოთვები. დეპრესია და შფოთვის დროს მცირდება სეროტონინის დონე, რომელიც ემოციურ რეგულაციაზეა პასუხისგებელი და სიმშვიდეზე, მცირდება დოფამინი, რომელიც დაქვეითებულ მოტივაციას იწვევს, შემცირებული დოფამინი, ასევე სტრესული ჰორმონები იმატებს, რაც ძილის არქიტექტურას არღვევს და ადამიანი დაღლილი იღვიძებს. ზუსტად ამიტომ მძიმე სხეულით, დაბალი მოტივაციით თუ იღვიძებ, შეიძლება ეს დეპრესია ან შფოთვები იყოს. მესამე მიზეზი, რატომაც დაღლილი იღვიძებ, არის სამედიცინო მიზეზები. სამედიცინო მიზეზებიდან შეიძლება ანემია ქონდეს ადამიანს, ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ან ვიტამინების დეფიციტი, ან ანთებითი დაავადებები. მაგალითად, ანემია ყოველ მე-10 ადამიანს აქვს და ქალებში კიდევ უფრო ხშირია. B12 ვიტამინის დეფიციტი ასევე მნიშვნელოვანია და D ვიტამინის დეფიციტის დროს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დეფიციტური ვიტამინია, უენერგიობა ხშირია. ასევე უენერგიობის დიდი შემთხვევები არის აუხსნელი და გამოკვეთილი ერთი მიზეზი არ არის, ასეთ მდგომარეობას მულტიფაქტორულს ეძახიან, ხშირად დაკავშირებულია სტრესთან, ინფექციებთან და სხვა მსუბუქ მიზეზებთან, რომლის დადგენაც ვერ ხდება, მაგრამ კომბინირებულად ადამიანს დაღლილობის შეგრძნებას აძლევს. მაგალითად, ადამიანებს ხშირად აქვს დაღლილობის შეგრძნება ვირუსების შემდეგ, მაგალითად, COVID-ი, მონონუკლეოზი, გრიპი და სხვა ვირუსული ინფექციების მერე დაბალ გამძლეობას უჩივიან ადამიანი, კუნთებში ნაკლები ენერგია, სისუსტე, ამიტომ ვირუსული ინფექციების მერე დაღლილობა ნორმალურია და ბევრ ადამიანს აქვს. ეს ძირითადად ხდება, იმიტომ რომ ჩვენი იმუნური სისტემა აქტივირებული რჩება მაშინაც კი, როცა ვირუსი აღარ არის ორგანიზმში და გამოყოფს ანთებით მედიატორებს, ციტოკინებს, ინტერლეიკინებს და ეს ანთებითი მედიატორები პასუხისგებელია ამ სისუსტის შეგრძნებებზე. ადამიანი მოთენთილია, უნდება ძილი, მოტივაცია უარდება და უენერგიოდ არის. ეს სიგნალია ორგანიზმისთვის, რომ დასვენება ჭირდება, მაგრამ ორგანიზმში ვირუსი ამ დროს უკვე აღარ არის. ვირუსით გამოწვეული დაღლილობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე ან რამდენიმე კვირა, ზოგჯერ რამდენიმე თვეც კი. მაგალითად, COVID-ის შემთხვევაში, გახანგრძლივებული COVID-ის შემთხვევები.
პირველი რისი გაკეთებაც შეგიძლია იმისთვის რომ მეტი ენერგია გქონდეს არის კოფეინი, მაგრამ კოფეინი არის ორლესული מחვილივით, ანუ მას შეუძლია მოქცეს ენერგიას და შეუძლია გაგაღვიძოს უენერგიოთაც, გააჩნია რა დოზით გამოიყენებ და როდის. თუ კოფეინის მიმართ მგრძნობი არ ხარ, 8-10 საათით ადრე უნდა მიიღო ბოლო კოფეინი ძილამდე, თორე თუ ძილთან ახლოს მიიღე კოფეინი, მას შეუძლია პირიქით რემძილის ფაზა შეამციროს და ღრმა ძილის ფაზა შეამციროს და დაღლილმა გაიღვიძო, მაგრამ მისი მიღება 1 საათის ფარგლებში სასურველი არ არის, რადგან ამ დროს სტრესული ჰორმონები ისედაც მომატებულია და ადამიანს ფოკუსი და კონცენტრირება მომატებული აქვს და ამ დროს შეიძლება კოფეინის მიმართ ტოლერანტობა განუვითარდეს ადამიანს. ამიტომ გაღვიძებიდან საათნახევრისთვის ჯობია მიიღო კოფეინი. კოფეინის დღიური ლიმიტი არის 400 მგ ზოგადად ჯამრთელ ადამიანებში. ეს არის დაახლოებით 4 ძლიერი ჭიქა ყავა და თუ კი კოფეინის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობი არ ხარ, მისი ბოლო მიღება სასურველია იყოს 3 საათზე დაახლოებით, თუ ჩავთვლით რომ ღამის 11-12 საათზე იძინებ. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი დანამატი, რომლის მიღება შეუძლია ადამიანს ენერგიისთვის არის კრეატინი. კრეატინი ცნობილია როგორც სპორტული დანამატი, მაგრამ სხვა ადამიანებისთვისაც სასარგებლოა და ახლა გეტყვით რა კონტექსტში. კრეატინი აღადგენს ATP-ს. ATP არის ენერგიის მოლეკულა, რომელიც ჩვენს ორგანიზმში არის. ATP იშლება ძალიან მალე, როცა სწრაფი ენერგია გჭირდება, ATP იწვის. ATP რომ დაიშლება, ადამიანი თავს უენერგიოდ გრძნობს, მაგრამ მას თუ მალევე აღადგენ, ადამიანს ისევ ენერგია აქვს. ამიტომ არის რომ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი საკვები დანამატი არის კრეატინი. კრეატინს იღებენ ის ათლეტები, რომელსაც მძიმე საწევა უწევთ, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა უწევთ, შეიძლება სპრინტერული სირბილი ან ფეთქებადი ენერგია სადაც სჭირდებათ, ან მუშაობ რაღაც სიმძიმეებზე, ასეთ შემთხვევაში კრეატინი იდეალურია, კუნთებს აძლევს ენერგიას, უფრო მეტი ამტანობა გაქვს, შეგიძლია უკეთ აკეთო ფიზიკური საქმეები. მაგრამ შენ თუ ისედაც მთელი დღეები ზიხარ, კრეატინის მიღებას პრაქტიკულად აზრი არ აქვს. ან თუ ფიზიკურად აქტიური ხარ და გრძნობ რომ შენი სხეული ვერ მოყვება, ასეთ შემთხვევაში კრეატინი იდეალურია. კრეატინი მიიჩნევა უსაფრთხოდ, არის მოსაზრებები და გავრცელებული მითია, რომ კრეატინი თირკმელებს აზიანებს, მიიჩნევა რომ 3-5 გრამი კრეატინი, რომელიც დღიურ მიღების ნორმად მიიჩნევა თირკმელებს არ აზიანებს, უფრო მაღალი დოზებითაც შეიძლება ათლეტებისთვის მოკლე პერიოდის განმავლობაში, მაგრამ შემანარჩუნებელი დოზა არის 5-10 გრამი დღის განმავლობაში. მესამე დანამატი, რომელსაც ენერგიის მოცემა შეუძლია, არის B12 ვიტამინი. ოღონდ B12 ვიტამინი ენერგიას მოგცემს მაშინ, თუ B12 ვიტამინის დეფიციტი გაქვს. თუ დეფიციტი არ არის, მაშინ ზედმეტ ენერგიას არ მოგცემს. B12 აუცილებელია ერითროციტების სინთეზისთვის, ანუ სისხლის წითელი უჯრედებისთვის, რომელსაც ჟანგბადი გადააქვს, ჟანგბადი ენერგიაა ჯამში, იმიტომ რომ სუნთქვის შედეგად ენერგიას ვიღებთ. ნერვული სისტემისთვისაა მნიშვნელოვანი და DNM-ის წარმოქმნისთვის, ამიტომ B12-ს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც ხორცის პროდუქტებს ნაკლებად იღებს, ან ანემია აქვს B12-ით გამოწვეული, ან კუჭის მჟავიანობის შესამცირებელ პრეპარატებს იღებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ეს ხშირია ასაკოვნებში და ისინი უჩივიან ძლიერ დაღლილობას, ტვინის დაბინდვას, სისუსტეს და ასეთ შემთხვევაში B12 ეხმარება. B12 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეგანებისთვის, ადამიანებისთვის, ვინც ცოტა ხორცს იღებს, კუჭის ოპერაცია, ვისაც გაკეთებული აქვს, მეტფორმინის მომხმარებლებისთვის, კუჭის მჟავიანობის შემამცირებელ წამლებს, ვინც იღებს და ვისაც შეწოვის პრობლემები აქვს, ზოგადად მალაბსორბცია და ზოგადად საკვების შეწოვის პრობლემები. თუ B12 ნორმაში გაქვს, მისი დამატებით მიღებას აზრი არ აქვს. მიღების ფორმები შეიძლება იყოს ტაბლეტები ან ენისქვეშა ფორმები ან ინექციები მძიმე დეფიციტის დროს. 500-დან 1000 მიკროგრამამდე B12 მიიჩნევა უსაფრთხო დოზად დღის განმავლობაში. გვერდითი ეფექტები იშვიათი აქვს ამ დოზირების ფარგლებში, თუმცა მისი მიღება ხანგრძლივად არ არის რეკომენდირებული. მეოთხე მნიშვნელოვანი დანამატი არის
კოენზიმ Q10. კოენზიმ Q10 მონაწილეობს მიტოქონდრიაში ენერგიის წარმოქმნაში, მოკლედ ელექტრონების გადატანის ჯაჭვში მონაწილეობს და საბოლოოდ ATF იქნება უფრო მარტივად, ATF როგორც ვთქვით ენერგია, შესაბამისად კოენზიმ Q10 ეხმარება უჯრედებს ენერგია უფრო ეფექტურად წარმოქმნას. ეს როდის გვჭირდება? ყველაზე ხშირად კოენზიმ Q10 ჭირდებათ გულის ქრონიკული დაავადება, ვისაც აქვს, ქრონიკულად დაღლილები, ვინც არიან, ასაკოვანი ადამიანები, სტრესი და გადაღლა, ვისაც აქვს, სტატინების მიღების ფონზე, კუნთების სისუსტე როცა აქვს. კოენზიმ Q10-ის დოზირება არის 100-დან 200 მგ-მდე დღეში და საუკეთესო თუ მიიღებ საკვებთან ერთად, განსაკუთრებით ცხიმიან საკვებთან ერთად. კოენზიმ Q10 ზოგადად მიიჩნევა უსაფრთხოდ, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კუჭის დისკომფორტი ან გულზმარვა ან შებერილობა, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი გარდამავალი არ გაივლის როგორც წესი. და შემდეგი საკვები დანამატი, რომელიც გამოიყენება დაღლილობის შესამცირებლად, არის პანაქს ჟენშენი ან უბრალოდ ჟენშენსაც ამბობენ ხოლმე და მიიჩნევა რომ ჟენშენი ამცირებს სტრესს, მოქმედებს ანთებაზე, სისხლის შაქრის რეგულაციაზე, მიტოქონდრიებზე და ენერგიის გამომუშავებას უწყობს ხელს და ეხმარება ორგანიზმს სტრესთან ბრძოლაში. ჟენშენს შეუძლია მსუბუქად შეამციროს დაღლილობა და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომელიც ამბობენ რომ ფიზიკურად კი არ მთლიანად ენერგია აღარ მაქვს, ეგეთი ადამიანებისთვის ყველაზე კარგი 200-400 მგ არის დღეში დოზირება სტანდარტიზებული ექსტრაქტი და ზოგადად ჟენშენი მიიჩნევა ძირითადად უსაფრთხოდ. ზოგ შემთხვევაში ჟენშენმა შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, გულის საჩქარება, ნერვულობა, წნევის ცვლილებები, მაგრამ ეგეთი გვერდითი ეფექტები იშვიათია და ხშირი არ არის და გარდამავალია როგორც წესი ესეც, ამიტომ უმეტესად უსაფრთხოდ მიიჩნევა. და მეექვსე საკვები დანამატი, რომელიც ბონუსია ჩვენს ვიდეოში, არის როდიულა როზეა. ესე ქვია, ერთ-ერთი საუკეთესო დანამატია, საინტერესო თან და ადაპტოგენად მიიჩნევა, აშუღანდაც ადაპტოგენია და მაგისგან განსხვავებით არ აქვს ეგეთი ბევრი გვერდითი ეფექტები, რომელთაც უსაფრთხოების დიდი პრობლემები აქვს, ამიტომ რომ ადამიანები ერიდებიან და როდიულას უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს, სტრესთან შეგუებაში ეხმარება ორგანიზმს, გადაღლილობის შემცირებაში, ენერგიის შენარჩუნებაში, ითვლება რომ სტრესულ ჰორმონებზე მოქმედებს, ნერვულ სისტემაზე და ნეირომედიატორებზე და ეგ როდიულა უფრო იმ ადამიანებზე, ვინც ამბობენ რომ აი სტრესით გადაღლილია და ანუ ადამიანებს ვისაც სტრესი აქვს მთავარი პრობლემა და არა რეალურად სუფთა ენერგიის დეფიციტი 200-400 მგ გამოიყენება სტანდარტული დოზირება და ხო ამან შეიძლება ზოგჯერ მოუსვენრობა გამოიწვიოს უძილობა ან გულის საჩქარება ანუ ნორადრენალინის და დოფამინის სისტემაზე მოქმედების გამო შეიძლება ეს სიმპტომები გქონდეს მაგრამ როგორც წესი არის უსაფრთხო და ეს გვერდითი ეფექტების როგორც წესი არის გარდამავალი. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.